გიორგი გახარიას ცემის ფაქტზე ჩინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მოხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით ინციდენტი ბათუმში სასტუმროში მოხდა. ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია, მათ შორის ადანაშაულებენ ქართულ ოცნებას. სახელდება კონკრეტული გვარებიც. ექიმების განცხადებით გახარიას აღენიშნება ცხვირის სულის მოტეხილობა. პოლიტიკოსებიდან პირველი გახარიას ცემის ფაქტს ნიკამელია გამოეხმაურა. თუნდაც ვერ ვთანხმდებოდეთ წარსულზე და ვერ შევთანხმდეთ მომავალში. ვთანხმდებით მომავლამდე უნდა მივიდეთ. ბათუმში გიორგი გახარიაზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმით ღრმად შეშფოთებული ვარ დანაშაულის სწრაფად გამოძიებასა და დამნაშავის შესაბამისად დასჯას მოვითხოვ. გახარიას ცემის ფაქტზე ცნობილი გახდა, რომ დაპირისპირება თავად გიორგი გახარიამ დაიწყო, რასაც დიმიტრი სამხარაძის მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა. მე არ მინდა მოვლენებს წინ გავასწრო, ზოგადად ჩვენ ხედავთ, ხო, რომ ეს დაპირისპირება წვავე ფორმებს იღებს და ალბათ პასუხისგებლობა უნდა იყოს ყველას, რომ ის აღვირახსნილი კამპანია, რაც მიმდინარეობს, უნდა შეწყდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დაპირისპირების დეესკალაცია არ მოხდება. როგორც ვიცით, ამის შესახებ გამოძიება მიმდინარეობს და უფრო მეტი კონკრეტიკა ალბათ მაშინ გამოჩნდება. გადმოცემით, როგორც ვიცი, მოხდა რაღაც თავდასხმა, მაგრამ ირკვევა პოლიციას აქვს კამერები ამოღებული, ველოდებით რომ გავერკვიოთ, ვინ იყო თავდასხმელები. როგორც კი გაერკვევა თავდასხმელები, აუცილებლად დაიჯდებიან კანონის სიმკაცრით. არაფერი და ესეთ დაზიანებები არ აქვს, მაგრამ გადაყოლ თბილისში ასული ბატონი გიორგი. მოყვანილი იქნა მოქალაქე 02 საათსა და 34 წუთზე. სახის არეში ხონდა დაზიანებები, მისი გადმოცემით მიაყენეს ბიჭგური შეურაცხყოფა. ჩაუტარდა კვლევები, მდგომარეობა იყო საშუალო სიმძიმის და დაეწერა კლინიკიდან. აბსოლუტურად იყო კონტაქტური, ადეკვატური დაზიანება ჰქონდა სახის არეში. საოპერაციო შემთხვევა, სიმის შემთხვევა არ იყო, მაგრამ იყო ცხვირის სულების მოტეხილობა.